მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჩინავა იმყოფება ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ ბერდია და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატონ ბერდია, რა თქმა უნდა ვიწყებთ იმ სურათის შეფასებით რომელიც თქვენი პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მონაწილეობით ნახეთ გუშინ პარლამენტში. გიორგი გახარია როგორც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე მივიდა და ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, ხო, რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა კითხვებს როგორც სოციუმნისის მოვლენებზე, ისე ჩორჩანაში გახსნილ საგუშაგოსა და იმაზე თუ რატომ გადადგა პრემიერის თანამდებობიდან. მარტივად გითხავთ, რა აჩვენეთ გუშინ საზოგადოებას, რა დაანახეთ ქართული ოცნების შესახებ ისეთი, რაც საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა და რატომ გიღივდათ პარლამენტში მისვლა, იმიტომ რომ თქვენს გადაწყვეტილებას და თქვენ ეს იცით, ახლავს მწვავე კრიტიკა, რაზეც ბუნებრივია ცალკე აუცილებლად უნდა გკითხოთ. კრიტიკის მიმართ რეზიდენტულები რა თქმა უნდა არ ვართ, მაგრამ არსებობს ადამიანები და პოლიტიკური პარტიები, რომელთა აზრი საერთოდ არ გვაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ეს იყო პერსონალურად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკური აქტორი ვერ გადაუწყობს გიორგი გახარიას რატომ მივიდა გუშინდელ კომისიაზე. გიორგი გახარია იყო ერთადერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, პრემიერ-მინისტრობის დროს, საგამოძიებო კომისიის ფორმატში, პროკურატურაში, მინისტრის საათის ფორმატში, ინტერპელაციის ფორმატში პასუხობდა აბსოლუტურად ყველა კითხვას და ამ კითხვას არ გაქცევია და როგორც ჩანს, ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელიც ამ ფორმატშიც პასუხობს ამ შეკითხვებს. ამიტომ აქ დასამალი არაფერი არ არის, ხო? ეს კომისია გამოიყენება ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად, მათ შორის ჩვენ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, ხო? ხო იძახიან, რომ აი ნაცების დანაშაულს იხსენებენ, იარებს იხსენებენ და თურმე არავინ არაფერ შუაში არ ყოფილა, როგორც იძახიან, ხო? რატო არ მივიდნენ და პასუხი არ გასცეს, თუ ეს ესე იყო, ხო? რაღაცა დანაშაულებთან დაკავშირებით, რატო აძლევენ ამ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტს? მთელი წინასაარჩევნო კამპანია ოცნება მააგო ომისა და მშვიდობის ნარატივზე, ხო გახსოვთ? და მე გამოდიოდნენ არჩევნების მერე და აი დაგვაკლდაო ომზე და მშვიდობაზე, უფრო მშვიდობაზე მეტი უნდა გვესაუბროთ და მშვიდობის პოლიტიკაზეო. დღეს ეს ინსტრუმენტი ცალმხრივად იყენებს ოცნების ხელისუფლება და ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ვინც იქ მივიდოდა და დაუპირისპირდებოდა ამ კომისიას, ხო? ყველაფრის გაუფასურებას ხოცლობენ ანწუხელიძის გმირობის, ყველაფრის თავიანთ ტალახში ამოგანგვლას, როგორც თვითონ არიან ჩაფლული ლაფში, ასე ცდილობენ ყველაფერს ტალახი მისცემს. მაგრამ მიხვედით, აი ამ მისვლით რა გააკეთეთ ამ ნაწილსაც რომ დაუბრუნდეთ. აი ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში, აი ლეგენდები ტრიალებდა გახარიას მიმართ ისეთი სერიოზული კითხვები აქვს თურმე იმას, რა ქვია, სოზარ სუხარს, თურმე ისეთი სერიოზული კითხვები აქვს იმას მაჭარაშვილს და იქ ვიღაცა სხვა პერსონებს სახელმგვარები არ მახსოვს იმათ ნორმალურად. თურმე რაღაც სერიოზული კითხვები, ისეთ კითხვებს დასვა მე რომ გაანადგურებენ გახარიას, აბა გაბედავს გიორგი გახარია ამ კომისიაზე მისვლას. მივიდნენ და ეხა ოცნების ამომრჩევლებს მინდა მიმართო და მათ მხარდამჭერებს. რამე ნახეთ რა კითხვები არსებობს. რამე სერიოზული იყო ამ კითხვებიდან? ხო, მაგრამ პასუხებში თუ იყო რამე სერიოზული, აი ზუსტად კიდევ ერთხელ მინდა რომ ეს კითხვა გამეორო. გიორგი გახარია რამდენიმე საათის განმავლობაში კი ხსნიდა რა და როგორ იყო, თუმცა მაინც დგას დღის წესრიგში კითხვა, რა თქვა ისეთი იგივე ბიძინა ივანიშვილზე, რაც საზოგადოებამ აქამდე მისგან არ მოусმენია. ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც გიორგი გახარიამ ახსენა როგორც პირდაპირ რამდენჯერმე, ასევე ირიბადაც უჩინარი კაციც კი უწოდა მას ასევე რამდენჯერმე. აი რა უთხარით ბიძინა ივანიშვილს შესახებ საზოგადოებას, ანუ რამდენად იყო პასუხებში სიახლე მასთან დაკავშირებით. ლეგენდები რაც ტრიალებდა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცის გამო გადადგა, თითქოს იქ რაღაც მელიას გამო გადადგა, ნაცმოძრაობის გამო გადადგა, თითქოს ვიღაც უცხოელებმა გადააყენეს და ასე შემდეგ. ამ კითხვებს გაეცა აბსოლუტურად სამართლებრივადაც, ლოგიკურადაც და არგუმენტირებულადაც დამაჯერებელი პასუხები. აბსოლუტურად დამაჯერებელი პასუხები და დღეს კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ იმ ღამეს, გადადგომის ღამეს, გიორგი გახარიას გვერდის ავლის ის უჩინარი ხელი ივანიშვილი რაღაც პროცესებს ალაგებდა, ხო? ეს ხო არ უარუყვია. ჯერ კონსტიტუციურობის პრობლემა რო აქვს კომისიას. კომისიას მოეთხოვება ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, როდესაც კომისიაში არიან.
სულ მოწმეები იყვნენ თურმე ამ პროცესების. სოზარ სუბარი რაღაცას ამტკიცებდა, თიაწულუკიანი რაღაცას ამტკიცებდა, იქ დანარჩენები რაღაცას ბუტყუტებდნენ, ამტკიცებდნენ, რაღაც შეკითხვებს სვამდნენ. ანუ ობიექტურობის პრინციპიც ვერ დაიცვეს და 6 თუ 7 ადამიანი ესხმოდა თავს, ამის პირობებში სრულად გავაშიშვლეთ ქოცური პროპაგანდა. რომელიც იდგა მითებზე თითქოს ეხა დაანგრევდნენ კახარიას ისეთ შეკითხვებს დაუსვამდნენ თითქოს რაღაცა უცხოელების ჩართულობა 20 ივნისი რა აღმოჩნდა იცით ამ კომისიის შედეგი? კახარია აღმოჩნდა ერთადერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელმაც ოცნების პირობებში მცოცავი ოკუპაცია გააჩერა და 1600 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუნარჩუნა ამ ქვეყანას საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ზოლთან. და დღეს ეს ადამიანები არიან ადამიანები რომლებიც აი სირაქალემასავი თავჩარგულები თვალებს ვერ უსწორებენ ვერანაირ პრობლემას, იქ რაღაც კომისიობანას თამაშობენ, პარლამენტის ლეგიტიმაციობანას თამაშობენ, სხედან იქ რაღაცა ტრანსლაციებს აკეთებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ვერ გამოდიან. ამიტომ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ამ ადამიანებს რაღაც შორიდან ველაპარაკოთ ან ერთმანეთი დავამშვიდოთ, ახლა მე და თქვენ ლელა რომ ოპოზიციურად ვართ განწყობილი. ეს კი არ არის მთავარი, მათ ველზე უნდა გადავიდეთ, მათ ამომრჩევლეთ, მათ მხარდაჭერებს უნდა ველაპარაკოთ, რომ აი ესეთები არიან ესენი. აი ესეთი მაჩანჩალები არიან. მე არ ვაპირებ ხა ამ გადაცემაში მკითხოთ უშუალოდ 20 ივნისის მოვლენებზე იგივე საგუშაგოს გახსნაზე თუ იმაზე რატომ გადადგა, მაგრამ აი თქვენ ამბობთ რომ გიორგი გახარია მისი პასუხებით მოხსნა კითხვები, რომელიც სხვა თემასთან მიმართებაში არსებობდა, თუმცა მე მინდა გითხრათ პასუხების მიუხედავად კითხვები დარჩა და ერთ-ერთი კითხვა მინდა ახლა დაგისვათ, რომელიც შეეხება ნიკა მელიას დაკავების საკითხს. აი გახარიამ თქვა რომ პოლიცსაბჭოს ხდომა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პოლიცსაბჭოს წევრები გაქრნენ მას შემდეგ, რაც ჩაერია ბიძინა ივანიშვილი და აი დღეს რამდენიმე წუთის წინ იგივე თქვით თქვენც, ხო? აი იქნება ახსნათ რა ინტერესი უნდა ქონოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მაინდა-მაინც იმ დღეს მომხდარიყო მელიას დაკავება, რა დღესაც როგორც თქვენ ამბობთ იყო სიტუაციის უკიდურესად ესკალაციის ძალიან დიდი რისკი. ყოველთ იმ დღეს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრა გიორგი გახარიამ ძალიან ბევრი. მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც როგორი პოლიტიკური პროცესები მიდიოდა მათ შორის პარტიის ოფისში და იქ იმ ღამეს ოპერაციის ჩატარება გარდაუვალ სისხლისღვრავს გამოიწვევდა. ეს უნდა იცოდეთ. ეს გასაგებია. მეორე საკითხი. როდესაც გიორგი გახარიამ ეს პოზიცია დააფიქსირა, აბსოლუტურად პოლიტიკური საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებდა მის გადაწყვეტილებას და უცებ აბსოლუტურად ყველა მათგანმა შეიცვალა პოზიცია. რატომ? იმიტომ რომ 11 იანვარს თქვენ გახსოვთ როგორ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წავედიო, მაგრამ 11 იანვრის შემდეგ დაიწყო ესე ხელისფათური მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, მათ შორის დავალებების მიცემა მინისტრისთვის. ამაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ, სხვაზე ხო არაფერს არ უსაუბრია. რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდა? ის მიზანი რომ არაფორმალურად ბუჩქებიდან ისევ დარჩენილიყო მართულად ისევ ლიდერი ყოფილიყო ამ პროცესების და ისეთი პრემიერ-მინისტრი ყოლოდა, როგორც ეხა ყავს. ირაკლი კობახიძე ხო იცით როგორი პრემიერ-მინისტრიც არის? რასაც გინდა იმას ალაპარაკებ. რასაც გინდა იმას დაარქმევ, რასაც გინდა იმას დაუძახებ. აი ესეთი პრემიერ-მინისტრი ყავს დღეს და გიორგი გახარია ესეთი პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა და არც იქნებოდა და არც იქნება მომავალში. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. გიორგი გახარია არ არის პერსონა, რომელიც რასაც ბიძინა ივანიშვილი ავტომატურად დაავალებდა ან პარტიაში რასაც გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ავტომატურად გაიმეორებდა ან ავტომატურად იტყოდა. ბადონბერდია, მოკლედ ჯამში უფრო მეტს ელოდა ბევრი ვიდრე გიორგი გახარიას მხრიდან ითქვა ისმის განცხადებები, რომ გახარიას შეეძლო მეტი ეთქვა, მეტი ბრალდება წაეყენებინა და ყოფილიყო უფრო მწვავე. აი რატომ არ იყო ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ მორიგი კითხვა, რატომ არ იყო გახარია უფრო მწვავე, რატომ არ ისმოდა ვთქვათ ოცნების მისამართით მეტი ბრალდება და რატომ არ თქვა საბოლოო ჯამში იმაზე მეტი ვიდრე თქვა. მე ვფიქრობ იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, რა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და რა საკითხებზეც დაიბარეს თქვა ის რა შეკითხვებიც მათ გააჩნდათ. ეხლა ვიღაცას რაღაცა დააკლდა, რაღაცა სიმწვავე დააკლდა. გითხრან, აბა რაში უნდათ გამწვავება, რისი ლაპარაკი უნდათ, რისი მოსმენა უნდათ. იმ ადამიანებს დააკლდათ სიმწვავე, ვინც თვითონ არ მიდიოდა იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებს და იმას, რომელთა ლიდერებიც თავად არ მისულან ამ კომისიაზე. მიიყვანონ თავიანთი ლიდერები იმ კომისიაზე და გაამწვავონ და ისაუბრონ. ან კომისიაზე თუ არ მიდიან დასხდნენ და ცალკე ელაპარაკონ, ხო? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აბსოლუტურად ჩვენ სამომრჩევლებს, მათ შორის და ოცნების სამომრჩევლებს ველაპარაკოთ და ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ ამისთვის. არავინ არ მისცემს უფლებას ამ კომისიას
რომ აი ესე დამახინჯებული ნახევარი სიმართლე მიაწოდოს საზოგადოებას და ავტომატურად მიაწოდოს ნახევარი ტყუილს. ეს არის ამათი მიზანი, ხო? ყველაფრის გაუფასურება, ყველაფრის ტალახში ამოსვლა, ყველაფრის აი მართლა რა, აი იდეებს და იდეალებს და იმებს გმირებს ებრძვიან. რატო იცით? იმიტომ რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს ადამიანებისთვის ბიძინა ივანიშვილის საქართველოში. ეგ არის პრობლემა. გიორგი ანწუხელიძის თავდადება არაფერი არ უნდა იყოს. იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძის თავდადებამ ვიღაცა შეიძლება გააჩეროს. ამას ჭირდება კოლექტიური მდინარაძეები, კოლექტიური კობახიძეები, კოლექტიური ალუდა ღუდუშაურები, კოლექტიური ზარქუები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის საოცნებო საქართველო, ხო? აი სადაც ყველა იმაზრზე იქნება, რაზეც ისაუბრებს ბიძინა ივანიშვილი და ამიტომ ებრძვიან სიმბოლოებს, ამიტომ ებრძვიან გმირებს, ამიტომ ებრძვიან ფასეულობებს. ერთადერთი ფასეულობა დღეს რა არის ოცნებისთვის დარჩენილი, ხო? როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნონ და როგორმე გაღლიტონ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად. კი ბატონო, ეს არის ამათი მიზანი. ბატონ ბერდია, რაც შეეხება იმას საერთოდ რატომ მიხვედით, ეხლა თქვენ კითხვით, რომ ეს იყო პერსონალურად გიორგი გახარიას გაწყვეტილება, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს გაწყვეტილება ახსნას საჭიროებს, მით უფრო იმ კონტექსტში, როდესაც კრიტიკულნი არიან სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, აგერ მაგალითად მამუკა ხაზარაძის პოზიცია, რომ როცა ფარსში მონაწილეობ, უკვე ფარსის ნაწილი ხარ, გუშინ სხვა ოპოზიციონერებიც წერდნენ სოციალურ ქსელში, რომ დამხვდურიც და მისულიც იყო სამარცხვინო. ახლა როგორც ცნობილია, კომისიასთან არ თანამშრომლობა, ეს არის ოპოზიციას შორის, ხო შემთხვევაში იყო ოპოზიციას შორის სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება. ახლა თქვენ ამ პლატფორმის ნაწილი ხართ, შესაბამისად, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმებიდან გახვედით თუ შეთანხმება დაარღვიეთ. შესაბამისად, არ ვიცი, რა პასუხი გაქვთ ოპოზიციონერ კოლეგებთან და დღის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების გაგრძელება სხვა ოპოზიციურ ძალებთან? მართლა თვალშისაცემია ის გარემოება, რომ გიორგი გახარია, პერსონალურად გიორგი გახარია არ მიდის ოპოზიციონერებთან შეხვედრაზეც კი, თუმცა აი პარლამენტში მიხვედით. კითხვები თუ აქვთ ამ ადამიანებს გიორგი გახარიასთან, გიორგი გახარია კი ამ კითხვებს არ გაურბის. რაც შეეხება ამ ადამიანებს, და ამ პლატფორმას და ამ კომისიასთან თანამშრომლობას. კომისიასთან თანამშრომლობა ნუ გაასაღებდა რაიმე ტიპის ლეგიტიმაციად ამ კომისიის ან ამ პარლამენტის. ეს არის ცალსახად შემდგარი ფაქტი. იქ რომ ვინმეს ლეგიტიმაცია უნდადეს ამ კომისიის ორი კოტა არის ჩვენი პარტიისთვის გამოყოფილი და რა ვერავით ვისებდით, ვერ დავსხდებოდით და ვერ ვიქნებოდით. ამიტომ ის ადამიანები ცოტა ენას უნდა დააჭირონ კბილი იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფერს აკრიტიკებენ, ფარსს ეძახიან, ჩვენ არასდროს არ დაგვსდენია, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასდროს არ გვითქვამს, აი სიტყვა არ დაგვსდენია არც ერთი სტრატეგიასთან დაკავშირებით და მithქვამს. ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხი. და გიორგი გახარიას ვერ გადაუწყვეტ და ვერც ერთი პოლიტიკური აქტორი იმ მაგიდასტაროს ხედან და 1000 სულელებზე რაღაცებს მერე გამოთქვამენ მოსაზრებებს თურმე გუშინდელი დღიდან. ვერავინ ვერ გადაუწყვეტ და გიორგი გახარიას იქ მივიდოდა თუ არ მივიდოდა. ხო, მაგრამ იყო თუ არა შეთანხმება ოპოზიციურ ძალებს შორის, რომ საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გაყოფილი იყო ჩვენს გუნდში მოსაზრებები. არა, მე ვამშობლოში გულისხმობ პლატფორმას, რომელიც საგამოძიებო კომისიის თანამშრომლობა არის ერთი საკითხი და საგამოძიებო კომისიაზე მისვლა არ მისვლის საკითხი არის მეორე საკითხი და მისი აღიარების საკითხი კიდე ამ კომისიის. ამიტომ ყველა თავის სტრატეგიას ირჩევს და ამიტომ ამ ადამიანებს მოუწოდებ ეხლა ზოგიერთი რომ ბრალდებული არის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. რატო ითანამშრომლეს მურუსიძის სასამართლოსთან? რატო მივიდნენ ამ სასამართლოში? ძალით წაეყვანათ ეს ადამიანები. მაინტერესებს გირაოს გადაიხდიან ეს ადამიანები? მაინტერესებს უბრალოდ გირაოს გადაიხდიან? თუ ნახევრად სასამართლო ხელისუფლება არ არის, ხელისუფლების შტო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტო, სამი შტო არსებობს. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. მურუსიძე, რომელიც სანქცირებულია ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ხაზინების მიერ. ძალიან სერიოზული ბრალდებებით, კორუფციული ბრალდებებით. ამ სასამართლოში რატომ მიდიან ეს ადამიანები? შეკითხვაზე გაგვცემ პასუხი. მე ხო ამისთვის არ გამიკრიტიკებია არავინ და არავინ არ გამიკრიტიკებია. თქვით რომ ეს იყო ინდივიდუალური გადაწყვეტილება ყველას და ყველას პატივცემდით. იგივე აზრზე ვრჩევით დღესაც, მაგრამ ცოტა დაუწიონ ემოციებს და სისულელეების ყრანტალს და შეფასებებს და შეურაცხმყოფელ შეფასებებს გაეცემა აუცილებლად პასუხი. მათ შორის იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ბიზნეს თამაშობენ ზოგიერთი მათგანი. ამიტომ ცოტა ჩაუქრონ, აი ამ ფარებს დაუწიონ და ილაპარაკონ ნორმალურად. სწავლის შეფასებები იქნება იმაზე მეტი ლელა, ვიდრე დღეს აქ მე ვაკეთებ. ამიტომ ცოტა დაწყნარდნენ, დამშვიდნენ, თავიანთ შემომწირველებს შეხედონ, ფული საიდან აქვთ ამ პარტიებს, იმას გადახედონ,
და მე ვისაუბროთ ბევრ რაღაცას. რა გაქვთ ხედველობაში ამ შემთხვევაში თქვენ უცხოურ ძალებზე ხო არ მიუთითებთ? არანაირ უცხოურ ძალებზე არ მიუთითებ, მე მიუთითებ, რომ ცოტა აზრზე მოვიდნენ ეს ადამიანები. ცოტა აზრზე მე სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაზე კითხეთ და ჩაგეკითხებით და მე უკვე სხვა თემებზეც გადავიდეთ. არ ვიცი, აი ოპოზიციონერი კოლეგები შეთანხმებიდან გასვლაში, შეთანხმების დარღვევაში გადანაშაულებენ არიან გიორგი გახარიამ დადო რამე შეთანხმება მათთან. იმედგაცრუებული გიორგი გახარია დაპირდა ვინმე ეს? გიორგი გვარამიას დაპირდა გიორგი გახარია რამე? გადაბერდია ხომ არ უნდა ველოდოთ რომ პარლამენტში მისვლის გაწყვეტილების გამო შესაძლოა თქვენს პარტიას მოუწიოს სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი ფორმატიდან გასვლა და ამ ფორმატის არც ეგ არ იქნება პრობლემა. თუ ესე ძალიან სათხართ ამისთვის. ყურეთ, ჩვენ გადაკვეთის წერტილები გვაქვს ორ საკითხში მიმართებით. ეს იცის ყველა. ამაზე ვსაუბრობთ აბსოლუტურად ყველა ეთერში. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. სხვა საკითხებთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ ამაქვს ამ პარტიებთან, არც ფასეულობითი, არც ადამიანური, არანაირი კავშირი არ ამაქვს ამ პარტიებთან. რა ვალდებულებებზე საუბრობენ და რა ურთიერთ პლატფორმაზე და რა რეებზე საუბრობენ. ამ პლატფორმაზე ვართ ამ ორი საკითხის გარშემო გაერთიანებული. სხვა ამ ადამიანებთან მე პერსონალურად არაფერი არ მამოძრავებს და არაფერი არ მაკავშირებს. ამიტომ ცოტა დაწყნარდნენ, დამშვიდნენ, რაციონალურად შეხედონ რაღაცეებს და დღეს თუ ნანობენ ეს ადამიანები კომისიაზე არ მივიდნენ, ეს სხვა საკითხია და სხვანაირად გააკეთონ და სხვა სტრატეგია აირჩიონ. ამ ადამიანებთან არანაირი კავშირი გარდა იმ ორი საკითხისა და ამ პლატფორმასთან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ამ ორი მიზნის გარშემო კი ბატონო, თქვენთანაც ვიქნებით სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის გარშემო და ვითანამშრომლებით ამ საკითხების გარშემო. ამაზე ორის აზრი არ არსებობს, მაგრამ იმის მიღმა რაღაც ვალდებულებების აღება თურმე გიორგი გახარიას ვიღაცისთვის უნდა ეკითხა იმ პლატფორმაზე მივიდოდა თუ არა იმაში საგამოძიებო კომისიაში ძალიან დიდი ბოდიში. ამასთან დაკავშირებით პირველივე დღიდანვე იყო ჩვენი პოლიტიკური პარტიის ნაწილის პოზიცია ცნობილი, რომ პერსონალურად მე მაგალითად თვლიდი, რომ გიორგი გახარია უნდა მისულიყო ამ კომისიაზე და ვერავინ ვერ გადაუწყვეტდა მას, ვერც ჩვენს პარტიაში მათ შორის მივიდოდა თუ არ მივიდოდა გიორგი გახარია, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და ვერავინ ვერ აიღებს იმ რისკებს, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოყოს. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია. სხვა თემებზეც მინდა გადავიდეთ, აი მაგალითად ქართულმა ოცნებამ ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაიფიქრა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებამდე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, რომელშიც მათ შორის თქვენს პარტიასაც მოიაზრებს გუშინ გააკეთა მამუკა მდინარეძემ შესაბამისი განცხადება. ამის მიზეზად კი დაასახელა ის, რომ საგამოძიებო კომისიას უხანგრძლივდება უფლებამოსილების ვადა და ფიზიკურად დროში ვერ ესწრება ადგილობრივ არჩევნებამდე ვეღარ ესწრება 4 წამყვანი ოპოზიციური ძალის აკრძალვა. როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა მმართველმა პარტიამ მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოცხადებული გაწყვეტილება? არ ვიცი, ეს ხო ფარსი იყო. ნაცნობრობას რო აკრძალავდნენ, მე დარწმუნებული ვიყავი ამაში. ეს იყო ყოფდა ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა. ეს არის დიქტატურის გაფორმება ახლა, ხო? ანუ ამას ხო არ გააკეთებდნენ ახლა. მაშინ ყველა ხიდი უნდა დაწვან და რაღაცა ტიპის მოლაპარაკების სივრცეც კი არ დატოვონ და გააფორმოს საბოლოო იზოლაცია ამ ქვეყნის და მეორე მხრივ კიდე ვინ უნდა აკრძალონ მართლა? ვინ უნდა აკრძალონ მართლა იმ ანეკდოტის არ იყოს. აი გადახედეთ გუშინ კომისიაზე რომ ვიყავი 3 ნაციიჯდა იქ. ერთი მერაბიშვილის პოლიციელი, ერთი მიშას საკონსულტაციო კომისიის წევრი და მე სომხეთში დანიშნული ელჩი, კიდე ერთი პოლიციელი, აი წარმოუდგენელი სოზარ სუბარი, რომელმაც 2008 წელს გაყალბებული არჩევნები პირველმა სახალხო დამცველმა უღიარა სააკაშვილს. და ამის მერე წამოვიდა აღიარებები საერთაშორისო პარტნიორებისგან. აი ესეთი ადამიანები ისხდნენ იქ. როცა უგდიათ ენ, ამიტომ არაფერი არ ვის აკრძალვას არაპირებენ. გივი მიქანაძეს აკრძალავენ ბექაუდიშარიას, დათო სონგულაშვილს, ანზორ ბოლქვაძეს, აი რომელს აკრძალავენ? ვასილ ჩიგოგიძეს აკრძალავენ, აი ვის აკრძალავენ მაინტერესებს უბრალოდ. იცით თქვენ ვიზეც არის, იცით თქვენ ხო ვიზეც არის საუბარი ბატონბერდია. ანუ რა იურიდიული პირის აკრძალვით რა შეიცვლებოდა, აი ნომერი არ ექნებოდათ და საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული დასახელება. ანუ ეს ხო აბსურდია, შედეგი სპონტანე არ არის და ეს კომისიაც ხო ნახევრად სიმართლეს ემსახურება. მე არ უნდა ეს კომისია რომ ნახევრად სიმართლეს ემსახურება. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე როგორ განიხილავდა. არავის არ გახსენებია, მათ შორის ძალიან სამწუხაროა ჩემთვის მსხვერპლის დედას აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძეს იმ საღამოს ახლდა თან დევნის რეჟიმის მსხვერპლი გახდა ნაცმოძრაობის დროს და 2021 წელს ოცნებამ ჩაუდო იარაღი, იმიტომ რომ სურამში მიდიოდა ჩვენს კამპანიაზე. არავის არ გახსენებია ეს.
აი ეს არის ნახევარი სიმართლე. გივი მიქანაძე ციხის ბუნდის დროს გაახსენდათ? გირგულიანის დედა ირინე ენუქიძე საწყალი ალბათ საფლავში ისევ ბორგავს გაახსენდა რომელიმეს? გირგულიანი არავის არ გახსენებია, მურუსიძე დაიბარა ვინმე? ვინმე ელაპარაკა ამ ადამიანებს, ჩინჩალაძე დაიბარა ვინმე? ხო მალავენ ამ ადამიანებს. იქ ალბათონი მოყვებოდა როგორ გააკოტრეს იმის გამო რომ აქციაზე მიიტანა საჭმელი. იმ საქმის გამკოტრების საქმის მოსამართლეები, იცით თქვენ რომ უვადო მოსამართლეები არიან დღეს? ან ხარძიანის მოსამართლეები რომ უვადო მოსამართლეები არიან დღეს? ამიტომ ფარსი ეს კომისია თავდაპირველად საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან მიმართებაში არის კითხვები და ჩვენ მეტნაკლებად უთმობთ ხოლმე ამ საკითხს გადაცემაში დროს. ახლა თვითმმართველობის არჩევნებს მინდა ისევ დაუბრუნდეთ, რაზეც კითხვა დაგისვით, იმიტომ რომ ოცნების გაწყვეტილების კონტექსტში ისევ გააქტიურდა თემა, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ოპოზიციურმა პარტიებმა, ანუ მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამ კუთხით სხვათა შორის თქვენი პარტია ერთ-ერთია, ვიზიც არის ეჭვი, რომ არჩევნებში მონაწილეობის შანსს ხელიდან არ გაუშვებთ. არც კი არის რამდენიმე კი არის ხო არის კი ბატონო არის თუმცა არის მოსაზრება რომ აი შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში ოპოზიციის მონაწილეობას არჩევნებში არ აქვს არანაირი ეს არის ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტი და ეს არის ჩვენ არასდროს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას რაღაც გარე აქტორების გათვალისწინებით ან შიდა აქტორების გათვალისწინებით ან ოცნება რაც წამოაყრანტალებს ან დინარაზე რაც წამოაყრანტალებს ის მიხედვით მიიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ რაციონალურად იმის მიხედვით რასაც გადავწყვეტ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იმის გათვალისწინებით რომ მიუახლოვდებით თვითმმართველობის არჩევნების რეგისტრაციის დროს. ამიტომ ეხა ამაზე საუბარი წინასწარ პირდაპირ გეუბნებით ჩვენ ყველა არჩევნებისთვის ვართ მზად აბსოლუტურად ყველა არჩევნებისთვის. პარტია რომელიც არჩევნებისთვის არ ემზადება ნებისმიერ ფორმატში არის პარტია რომელიც სერიოზულად არ უდგება პოლიტიკურ ცხოვრებას თავის პოლიტიკურ პარტიაშიც და ქვეყანაშიც. ამიტომ მე არ მიჯერა რომ პარტიები ამ არჩევნებისთვის არ ემზადებიან სიმართლე რო გითხრათ თვითმმართველობა იქნება საპარლამენტო არჩევნები იქნება გადახედეთ ზოგიერთის კამპანიებს ატარებენ ეს ადამიანები. ამიტომ მე ფიქრობ რომ ამაზე საუბარი თვითმმართველობის არჩევნების წყალგამყოფად დაყენება რაიმე საკითხების გადასაწყვეტად ან ამ პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის ან პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის არის როგორ გითხრათ იცით იმდენად ხელოვნური დაკავშირებით მცდელობა რომელიც ბევრ რაღაცას აჩვენებს იმის მიღმა რაც შეიძლება კონკრეტულად ამოძრავებდეთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, როდესაც ამ თვითმმართველობის არჩევნებს ტერიან იმ პოლიტიკურ დღესასწრებში, რომელიც დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა არ არის. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ორი, და ამ საზოგადოებრივი დაკვეთის ერთგულები ვართ, ბოლომდე ერთგულები ვიქნებით, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ბოლო კითხვა მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში, რასაც თქვენი უცხოელი პატრონები და დამფინანსებლები დაგავალებენ. აი ხა ახალი არაა თქვენთვის, რომ მათ შორის გიორგი გახარიას მმართველ პარტიაში გარე ძალების აგენტად მიიჩნევენ, ხო? მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება საქართველოში რევოლუციური გეგმები. არც მარტივად გითხავთ, რა შეიძლება ადასტურებდეს ასეთი შინაარსის ბრალდებებს, რა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი შეიძლება კონდეს ხელისუფლებას, რომელიც ამტკიცებს, რომ აი სწორედ დასავლური ფული, ესე ვთქვათ, იგეგმება საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ეს არის სიბრიყვე, რა განცხადებაც გააკეთა ამ ადამიანმა, იმიტომ რომ ეს ადამიანი, აი ნაბიჯებს გავს. ბიძინევანიშვილი კი არა, კობახიძის, აი როგორ გითხრათ, კობახიძის უსიტყვო შემსრულებელია დავალებების. ამიტომ ეს ადამიანი ვინმეს დავალებებზე, რაღაცებზე, გლობალურ საკითხებზე საერთოდ არ უნდა საუბრობდეს ჩემი გადმოსახედით. შეიძლება ვიხილოთ მამუკა მდინარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, როგორც ამას ტელეკომპანია ფორმულა იუწყება წყაროზე დაყრდნობით. სათამაშო თეატრი უჩანსპირი ამ თემასაც რომ შევეხოთ ერთი კითხვით, უჩანსპირი რომ შესაძლოა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვნახოთ მორიგი საკადრო ცვლილებები, ვახტანგ გომელაურის წასვლა და მდინარაძის მოსვლა. ხო, მდინარაძე კობახიძის გუნდში საკადრო პოლიტიკით ძალიან დაჩაგრული ადამიანია, იმიტომ რომ ყველას რაღაცა შეხვდა და მდინარაძე პარლამენტში ყავ დატოვებული და 1000 სისულელეს ალაპარაკებენ. ამიტომ შეიძლება დააჯილდოვონ, მაგრამ ეს ჯილდო ძალიან ცოტა ხნიანი იქნება დარწმუნებული ვარ ამაში. მადლობა იმისთვის რომ გვესტუმრეთ.